ის მერიამ შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა. ჩვენ ვკითხეთ კახა ყალაძის უწყებას. მინიმუმ ჩაატარეს თუ არა ლაბორატორიული ანალიზი ასბესტის შემცველობის შესახებ იმ მილებში, რომელიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს ამოიღეს და რა პასუხი აქვს მოსახლეობისთვის, რომელიც სვამს კითხვას უსაფრთხოა თუ არა მთლიანად ეს პროცესი. მერიაში გვეუბნებიან, რომ ეს მილები სილქნეთს ეკუთვნის და შესაბამისად პასუხებიც მათ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ ბუნებრივია დავუკავშირდით სილქნეთსაც, თუმცა ამ დრომდე პასუხები არ მიგვიღია არც ერთ მკითხვაზე. შეიცავს თუ არა და რაოდენობით შეიცავს მილები, რომელიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აღმოჩნდა ასბესტს, რომელიც არის ჟანგთელობისთვის საშიში ნივთიერება და ფილტვის კიბოს გამომწვევი იმ შემთხვევაში თუ ადამიანი შეისუნთქავს ნაწილაკებს, რომელიც ჩნდება მილების დაშლის ამ დამტვრევის შედეგად. ამის დასადგენად ახლა დამოუკიდებლად მოქალაქეები აგროვებენ თანხას და ლაბორატორიაში ბერლინში უნდა ჩატერდეს შესაბამისი კვლევა, რათა დადგინდეს მილებში ასბესტის შემცველობის დონე და რამდენად კარცინოგენულია ეს მილები. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება უკვე სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს ძველი მილები, რომელიც ამოიღეს მიწიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს. ეს რუსთაველზე იყო ასბესტი, იგივე ასბესტოზა, რომელიც არის მძიმედ კანცეროგენული ნივთიერება, კანცეროგენული ნიშნავს, რომ კიბოს გამოწვევი, რომელზეც ძალიან დიდი განგაში არის დასავლეთში ატეხილი და უტილიზაცია ხდება ძალიან მკაცრი ნორმების დაცვით. და ამ პოსტის მერე მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ავიღოთ ნიმუშები, მოველაპარაკე ბერლინში ლაბორატორიას, ეს ნაწილაკები, რომლებიც მთავარი არის სასუნთქლებში არ მოხდეს. ხალხს გადააქვს და ეს უნდა ხდებოდეს შეფუთულ დაწესებულებაში და სველი წესით. ბერლინში ჩატარდეს კვლევები ამ ნიმუშებზე, რომლებიც დღეს აიღეს თბილისში. სამი ტიპის შეიძლება იყოს, 4 ტიპის. ერთი რომ ეს არ არის ასბესტოზა და რავი, თითები გადავაჯვარედინოთ, რომ ეს არ იყოს ასბესტოზის შემცველი, ეს მილები, იმიტომ რომ ეს ვიზუალურად შეუძლებელია თქმა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან საშიში რაც ხდება და ეს არის ეკოციდი, რასაც ქვია. სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც, რომელიც მერიას მიმართავს თხოვნით, რომ შეამოწმოს შეიცავს თუ არა სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა ასბესტს და თუ დადასტურდება, რომ მილები არის ასბესტის შემცველი, იმოქმედოს შესაბამისად. და ევროკავშირში მიღებულია სპეციალური წესები, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს მუშაობა ასბესტის შემცველ მასალებთან. ეს ნივთიერება ევროპაში უკვე ამოღებული არის ხმარებიდან და შესაბამისად არსებობს მიდგომაც. უნდა გამოირიცხოს ამ მასალის მშრალი ჭრა, მტრევა, ის მუშები, რომლებიც არიან ადგილზე, უნდა აღჭურვილი იყვნენ შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ნარჩენები შეგროვდეს ცალკე და სპეციალიზებულ ადგილას გადაიტანონ. ასეთია რეკომენდაციები სახალხო დამცველმა მერიას მიმართა, თუმცა მერიისგან პასუხი და ნაშკარად ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღებას. რაც შეეხება უშუალოდ ამ შემთხვევას, ცხადია მნიშვნელოვანია, რომ დაიდენტიფიცირდეს ნამდვილად ასბესტის შემცველი მილებია, ამ შემთხვევაში დაუშვებელია როგორც დატეხვა, ბურღვა და ნებისმიერი ზემოქმედება, ასევე აუცილებელია, ვისაც უშუალო შეხება აქვს სპეციალური ტანსაცმლით იყოს აღჭურვილი და მოხდეს ამ კონკრეტული ნარჩენების შესაბამის ფორმით დალუქვა, იმისთვის რომ არ შექმნას საფრთხე, იმიტომ რომ სერიოზული საფრთხის შემცველი ნივთიერება შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო და სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ საკმაოდ ისეთი დატვირთული არეალია და არა მხოლოდ იქ დასაქმებულ ადამიანებს ეესახება, არამედ იქ დიდი გადაადგილება, ორი საჯარო სკოლა შორის და ბავშვებსაც უკვე 15 სექტემბრიდან აქტიურად მოუწევთ სიარული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მერიის მიერ ამ მასალების შემოწმება თუ დადასტურდება, რომ ნამდვილად ასბესტის შემცველობა შემდგომ შესაბამისი ნაბიჯების და ზომების მიღება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიისგან კომპანიამ მიიღო კიდევ ერთი ჯარიმა. ეს არის რიგით მე-6 ჯარიმა 26 აგვისტოს გამოიწერა და წერია მიზეზად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვია კომპანიამ. მას უნდა იმუშავა 24 საათის განმავლობაში, თუმცა შემოწმების წესს გამოჩნდა, რომ ადგილზე მუშები არ მუშაობდნენ.